მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც ტკბილეული უყვარს დამეთანხმებით, რომ მარწყვისგან მომზადებული დესერტები შეუდარებელია. ამიტომ არ გაგეპაროთ სეზონი და მოამზადეთ მარწყვის დესერტები. ამჯერად მე შემოგთავაზებთ cheesecakes, რომელიც მზადდება ცხობის გარეშე. აქვე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ შემებური სამზარეულო, გააზიარეთ და მოიწონეთ. დესერტებისთვის მოგრძო ჯიშის მარცვს ვყიდულობ, რადგან მომჟავო და ძალიან უხდება დესერტებს. გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწები და დავჭრათ წვრილად. გადავიტანოთ თასში და დავაყაროთ 200 გრამი შაქარი და გადავდგათ გვერდზე, რომ გამოუშვას წვენი. დაგვჭირდება 250 გრამი ორცხობილა, რომელიც უნდა დავაბლენდეროთ ან დავაჩოფეროთ. გადავიტანოთ თასში. წინასწარ მოვამზადოთ ფორმა, ჩავაფინოთ კულინარიული ლენტი, გავადნოთ 150 გრამი კარაქი და შევურიოთ დაფხვნილ ორცხობილაში. კარგად აურიოთ, გავაერთიანოთ მასა, გადავიტანოთ ფორმაში და დავტკეპნოთ. ფორმაზე გვერდები ოდნავ ამოუწიოთ და გადავდგათ ცოტა ხნით. თასში მოვათავსოთ 35%-იანი 200 მl ნაღები, ჩავამატოთ ვანილინი, 150 გრამი შაქრის პუდრა და 50 გრამი დარბილებული კარაქი და კარგად გავთქვიფოთ. ჩავამატოთ 200 გრამი კრემყველი და გავაერთიანოთ კარგად. 2 სუფრის kovzი ჟელატინი ჩავყაროთ თასში და დავასხათ წყალი ისე, რომ ოდნავ ფარავდეს. აურიოთ კარგად და გადავდგათ 10 წუთით გასაფუებლად. მარწყვა გაუშვა წვენი, გადავწუროთ, რბილობი მოვათავსოთ მომზადებულ მასაში. ჟელატინი გავალღოთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის საბაზანაში და ჩავამატოთ მომზადებულ მასაში. კარგად ავურიოთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე და გადავიტანოთ ფორმაში. გადავასწოროთ თავი და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 9 საათით. 2 სუფრის kovzი ჟელატინი იგივე პრინციპით გავაფუოთ, გავალღოთ და შევურიოთ მარწყვის წვენში. შევდგათ მაცივარში, პერიოდულად შევამოწმოთ, ძალიან ოდნავ უნდა შესქელდეს. დაახლოებით ასე. ამასობაში ჩვენი მაცივარში შენახული cheesecake-ით შემაგრდებოდა. მოვალაგოთ ზემოდან მარწყვები და მოვაცხათ ზემოდან მარწყვის ჟელე. შევდგათ ისევ მაცივარში, კარგად უნდა გამკვრივდეს, დაჭირდება დაახლოებით საათი-საათნახევარი. შემდეგ მოხსნათ ფორმა, მოვაძროთ კულინარიული ლენტი და აი ასეთი ლამაზი გამოვიდა და მერწმუნეთ, რომ ძალიან გემრიელია. თუ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, გამოიწერეთ, შემებური სამზარეულო მოიწონეთ, დამიკომენტარეთ და გააზიარეთ. ეხლა დროა რომ დავჭრათ და დავაგემოვნოთ. ველი თქვენს გამოხმაურებას, თუ როგორ მოგეწონებათ ამ რეცეპტით მომზადებული cheesecake. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.